მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მე ვარ ჟურნალისტი ჟანა ასანიძე, ეს არის გადაცემა თავისუფალი ტრიბუნა, რომელიც დღეს ეთმობა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას. დღეს ჩვენთან სტუმრად არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი გურამ ჩახვაძე. ბატონ გურამ, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. პირველ რიგში რაც შეიძლება სწრაფად დავიწყო, იმიტომ რატომღაც მიმაჩნია ხოლმე, რომ ძალიან ფორმალურია ეს მისალმებები ხოლმე. გუშინ თქვენმა პარტიამ ძალიან საინტერესო და ამავე დროს ზროული განცხადება გააკეთეთ, თუმცა არჩევნების შემდგომ მართლა ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე აკეთებთ ხოლმე განცხადებას. ეს არის ერთგვარი შიში თუ ეჭვი იმისა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს საგარეო ორიენტირები შეცვლილი. პრინციპში ასე ჩანდა ბოლო დღეების მანძილზე და არა მხოლოდ თქვენ, არამედ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც ამაზე გააკეთა განცხადება. მათ შეფასებას ცოტა მოგვიანებით გთხოვთ, მაგრამ პირველ რიგში ამ განცხადების არგუმენტები მინდა თქვენგან მოვისმინო, რატომ გრძნობთ ასეთ ეჭვს, ასეთ შიშს და ზოგადად ხომ არ არის ეს შიში გამოწვეული იმით, რომ რეალურად ახალ ხელისუფლებას არ აქვს საგარეო სტრატეგიასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო დეკლარირებული განცხადებები, რამაც გამოიწვია თქვენი და საზოგადოების დაბნევა. კი, რა თქმა უნდა, მივესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენს ტელემაყურებელს. ამ დაითქვას, რომ ეროვნულ დემოკრატიულ პარტია ყოველთვის და ახალი მთავრობის პირობებში ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენ პროცესებს, თვითონ ნაბიჯს ახალი მთავრობის და ჩვენ ვართ პოზიტიურად განწყობილი და კონსტრუქციულად განწყობილი ნებისმიერი იმ ქმედების მიმართ, იქნება ეს საკანონმდებლო ინიციატივა თუ თქვა პოლიტიკური განცხადება, რომელმაც შეიძლება სიკეთე მოუტანოს ჩვენ სახელმწიფოებრიობას და რა თქმა უნდა ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც იმედი აქვს, რომ ეს პრობლემები, რომელიც იყო ძველი ხელისუფლების პირობებში, ახალი ხელისუფლების პირობებში მოგვარდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გეთანხმებით, რაზეც არჩევნებამდეც დავა იყო და ჩვენ გქონდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ეს იყო ქართული კოალიციის საგარეო პოლიტიკა, მისი კურსი. რომელიც მაშინაც არ იყო. კი, რა თქმა უნდა, თუმცა მაშინ იყო ეს პოლიტიკური გაერთიანება, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა არის დამეთანხმებით, როდესაც უკვე პოლიტიკური ჯგუფი მოდის და ეს უკვე არის ხელისუფლების სათავეში და უკვე არის მართველი კოალიცია ამ შემთხვევაში. ამიტომ პირველ რიგში თქვენ როცა ბრძანეთ არგუმენტები, მე გეთანხმებით, პირველი ის რაც ყოველთვის კითხვის ნიშანს აჩენს და ეჭვს, ეს არის არამკაფიოდ გაცხადებული საგარეო კურსი. და არა სიმტკიცე იმ განცხადებაში, რომ თქვათ საქართველოს აგრძელებს ჩრდილოატლანტიკურ ორიენტაციას ქვეყნის ესეთი განცხადებები ყოველთვის რაღაც მოგრძალებულად კეთდება და ისე ფორმალურად. ამას პოლიტიკოსი ყოველთვის კარგად გრძნობს, ეს მინდა გითხრათ და ასევე არათავსებადი მიმართულება, როგორიც არის დალაგება რუსეთთან ურთიერთობის და კარგი მდგომარეობა, კეთილგანწყობა შეიძლება ითქვას. და მეორე მხრივ ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში მე გამოვყოფ, რა თქმა უნდა, ნატოს. ეს არის ყველაზე უფრო ფუნდამენტალური და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უფრო ნაკლები, თქვათ, აქცენტი კეთდება იგივე ახალი მთავრობის მიერ. არგუმენტებზე ბრძანეთ თქვენ. პირველი მოდი დავიწყოთ ის, რაც იყო ბოლო დროს განცხადებული, თქვათ, იგივე სომხეთში ვიზიტის დროს და ძალიან საინტერესოა ბატონი ივანიშვილის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან. ორი მომენტი არის, რომელიც ერთმანეთთან არის კონტექსტურად მიბმული. ერთი ის კითხვაზე, აი ამ საგარეო კურსთან დაკავშირებით ბატონი ივანიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ეს მიმართულება არ იცვლება და მე ვნახოთ, იმიტომ რომ უნდათ ცვალებადი არის, თქვათ რაღაც პროცესები, მე შეიძლება სიტყვას ვიტყვით, ვერ მიმეორებ, მაგრამ შინაარსი ესია და მე მას მოაყოლა, რომ ძალიან კარგი არის სომხეთის, თქვათ, გამოცდილება ამ შემთხვევაში და ეს უნდა იყოს საქართველოსთვის მაგალითი. აი ეს პირველი, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ რომ ჯერთი უახლოესი მომავალი ეს ნიშნავს, რომ რაღაც 1-2 წელი ყოველ შემთხვევისთვის, როდესაც ამას აცხადებს მართველი პარტია, ის ალბათ აქცენტს აკეთებს 4 წელზე, იმიტომ რომ ის 4 წლით მოვიდა და მე უკვე ამორჩეველზე არის დამოკიდებული, ხო რა და მეორე, ანუ შეიძლება ეს შეიცვალოს, ხო?
ეს ჩანს მის განცხადებიდან და შემდეგ სომხეთის მაგალითი. როცა სომხეთზე არის საუბარი, მოდი ასე ვთქვათ, სომხეთს სახელმწიფოს, რომელთანაც ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა, შეიძლება არ იყოს სტრატეგიული პარტნიორობა და გამომდინარე თვითონ სომხეთის მდგომარეობიდან ის ისეთ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია, რომ ჩვენთვის გასაგები არის. იქ არის რუსული ბაზები, მის საზღვრებს იცავს რუსიის ჯარი, ეკონომიკა მთლიანად არის რუსეთის ხელში შეიძლება ითქვას და ჩვენიც სტრატეგიული ამაზე ალბათ მივათ ამაზეც და რაც თავარია დამოკიდებულება ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით და ძალიან ისეთი დისტანციური დამოკიდებულება სომხეთის არა მარტო ნატოსთან, არამედ ევროკავშირთან. მე შემიძლია თქვა გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ მუშაობდით ევრონესტში, მაშინ როდესაც პარლამენტში ვიყავი, ეს არის საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად არის 5 ქვეყანა, მათ შორის არის სომხეთი. და ძალიან როგორ გითხრათ, ფორმალური დამოკიდებულება არის მაშინ, როდესაც თქვათ საქართველო და ამ შემთხვევაში მოლდოვა ყველაზე უფრო აქტიური არის ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანი რაც არ უნდა გავკვირდეს, ძალიან აქტიური არის ამ მიმართულებით და უკრაინას თქვათ ჩავთვლით და იქ არის წარმომადგენლები იუშენკოს პარტიიდან და ისინი ბუნებრივია აქტიურობენ. და ამიტომ ჩვენთვის ეს მაგალითი არის მიუღებელი. მე უბრალოდ ერთ ფრაზას მოვიყვან სომხეთის პრესაში გავცელდა. იქ იყო შეხვედრა, არის უშიშროების ეს ობედეკას ეძახიან, თუ ეს კლიშე არ მეშლება, ანუ იქ არის შეარაღებული ძალების რაღაც ერთიან მართვასთან დაკავშირებით, ეს სტრუქტურა არის თანამეგობრობის, ანუ SNG-ს და იქ არის ესეთი ვიქტორ ხრისტენკო, რომელიც არის ევრაზიის აი ამ კავშირის ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე, ეს არის სახელმწიფო მოღვაწე, რუსი, თავის დროზე იყო მინისტრი და მან იქ იყო გარკვეული პოლემიკა და მან სომხეთს უწოდა რუსეთის ექს-ანკლავი. ანუ რუსეთის შემადგენელი ნაწილი ექს-ანკლავი, იმიტომ რომ მთლიანად ერთი ქვეყნით არ არის გარემოცული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის და პრემიერ-მინისტრი როცა აცხადებს და პერსპექტივა საქართველოს არის ექს-ანკლავობა და ანკლავობა და საერთოდ ბიბმა რუსეთთან ეს არის მიუღებელი. კითხვა მინდა და არ მინდა რომ თემას ავწდეთ, პრინციპში სომხეთის თემა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა ვკითხოთ ამაზეც. თქვენ ბრძანეთ და მე სოლიდარული ვარ ამ ნაწილში, რომ მკაფიო არ იყო ხელისუფლების პოზიცია, უბრალოდ სანამ ის ოპოზიციაში იყო და ხელისუფლებაში მოვიდო და აი ეს საგარეო კურსთან დაკავშირებული არსებობდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, არსებობდა ძალიან ბევრი მithქმა-მოთქმა ამის თაობაზე. ხშირად იმასაც ამბობდნენ, რომ ჭორები შეგნებულად ვრცელდებოდა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ის ფაქტი, რომ დღეში რამდენიმეჯერ თქვენც და მეც ხშირად გვესმის პრემიერისგან, იგივე მაია ფანჯიკიძისგანაც ის, რომ ჩვენი საგარეო ორიენტირი არის ურყევი, ჩვენ აუცილებლად გვინდა ევროატლანტიკულ სივრცეში გაწევრიანება. რას ნიშნავს ეს? რატო სჭირდება ხელისუფლებას ამის გამუდმებული მტკიცება? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, არის გარკვეული მიდგომები და გარკვეული პოლიტიკა, რომელსაც ესა თუ ის პარტია თქვა ახორციელებს. მაგალითად დღეს გამოვიდა ბატონი ხაბურძანია და ძალიან გუწფელად თქვა, რომ ის არის პრორუსული ძალა და ის შეეცდება თავი მოუყაროს პრორუსული ორიენტაციის მქონე პარტიებს და თუ ის იქნებოდა თქვა სათავეში ესეთი პოლიტიკური ძალა, აი ესეთი განწყობის და ესეთი პოლიტიკური მეთოდები თქვა ქვეყნის აძღოლის, ის რა თქმა უნდა პირდაპირ იტყოდა, მაგრამ არის მიდგომები, როდესაც შენ არ წვავ არც ერთ გზას და ამ შემთხვევაში არ გინდა რომ თქვათ ნატოსთან, ევროკავშირთან მიმართებაში და ამას დეკლარირებას აკეთებ, მაგრამ არის დეკლარირება და არის მე რეალური თქვათ ნაბიჯები, რას აკეთებს ხელისუფლება და განცხადებები. საერთოდ ეს ცვალებადობა დამახასიათებელი არის იგივე პრემიერ-მინისტრისთვის პოზიციების ცვალებადობა და ასევე თვითონ კოალიციისთვის. კოალიცია შეიძლება იყოს თავი კოალიციის თითოეულ სუბიექტებს შეიძლება კონდეს სხვადასხვა მიდგომა, ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ იქ სხვადასხვა თქვათ განწყობის პოლიტიკური პარტიები არის, მაგრამ პრემიერ-მინისტრი არის პრემიერ-მინისტრი, ის არის სახელმწიფოს ფაქტიურად პირველი პირი. ფაქტობრივად, იმიტომ რომ კი
პრეზიდენტი არის სამართლებრივად, კონსტიტუციურად, მაგრამ ჩვენ ხო რეალურად ვგრძნობთ და ვხედავთ ვინ არის დღეს პირველი პირი. ეს არის ბუნებრივია ივანიშვილი. ამიტომ როდესაც ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი ესეთ განცხადებებს აკეთებს, ბუნებრივია აქ ჩდება ეჭვები, კითხვები და იგივე თქვა ბაქო ყარსთან მიმართებაში. როდესაც მან ძალიან სერიოზული კითხვები დასვა. ეს ორი მიმართულებით შეიძლება განსაზღვროთ. კითხვებს დასვამო და ნუ თქვა რომ ეს კითხვები ისევ ძალაში არის. თუმცა მან აღიარა რომ ეს არის გეოპოლიტიკურად მომგებიანი, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ გეოპოლიტიკურად მომგებიანი პროექტი ბაქო, თბილისი, ყარსი და სტამბული და შემდეგ ევროპაში გასვლა, ეს არის მომგებიანი საქართველოს, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეს არის ეკონომიკურადაც მომგებიანი, ეს ელემენტარულად არის დივერსიფიკაცია მთლიანად ამ ტვირთების და ჩვენი სატრანსპორტო დერეფნების და არის ერთადერთი ალტერნატივა რუსეთის აი ამ მიმართულების, რომელიც თქვა ჩინეთიდან გადის ციმბირზე და მეორე უკვე რუსეთის გამო შედის ევროპაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის მე რამდენიმე ესეთი მომენტია მოკლედ ჩავყოლდი. აბსოლუტურად ყველა თქვენი არგუმენტი მოვისმინო. მე პრაქტიკულად კი კითხეთ თქვენი განცხადება რა შეიცავდა თქო, მაგრამ ჩვენ ისეთ თემებზე მოგვიწევს ახლა ისეთ კითხვებზე პასუხი, რომ პრაქტიკულად ეს არის ზუსტად თქვენი განცხადების არგუმენტი, რაზეც გუშინ საუბრობდი, თუ ვინმეს არ წაუკითხავს, პრაქტიკულად დღეს პრეზენტაციას გამოვიდა. საუბარი აი ამ ცვლილებებზე და ნაბიჯ როგორც პრიმაკომმა თქვა, საქართველოს უნდა დაუახლოვდეს SNG-ს და თქვა და მე და ჩვენ ეროვნულ დემოკრატები ვგრძნობთ რომ ნაბიჯ ესე მცოცავი პოლიტიკით ჩვენ შეიძლება ერთ დღეს აღმოჩნდეთ ევრაზიული კავშირის წევრი, ოღონდ ეს ფიგურა ეს შეიძლება ესე ტერმინოლოგიურად შეიძლება არ იყოს ევრაზიული კავშირის წევრი, მაგრამ იყოს სტრატეგიული პარტნიორი ისე როგორც სომხეთი, რუსეთის, ეს ძალიან ბუნებრივია. ბატონ გურამ, თქვენ ბრძანეთ ასეთი ფრაზა, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები იცვლიან პოზიციას, მე ამაში გეთანხმებით. ხშირ შემთხვევაში ისეთ პოზიციებსაც იცვლიან, რომელიც მასთან არის პერსონალურად შესაძლოა დაკავშირებული, მაგრამ მე ჩემი მახსოვრობის მანძილზე არ მახსოვს ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას შეეცვალა პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. მოდი ისიც ვთქვათ, ეხლა ხაბურძანია ახსენეთ და მე გეთანხმებით იმაში, რომ პრორუსულად განწყობილი ბევრი ადამიანი არის საქართველოში, ახლა ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით, მაგრამ გუშინ ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, რომ ამ ხელისუფლებისთვის და ძველი ხელისუფლებისთვის არ მიუცია მანდატი საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას, რომ მან ერთპიროვნულად შეცვალოს ქვეყნის საგარეო კურსი. მოდით ესე ვთქვათ, მათ, ვისაც რუსეთი ეგონა მეტნაკლებად მეგობარი. მას შემდეგ რაც მოხდა აგვისტოს ომი. რამდენად ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან? მოდი ცოტა რბილად ვთქვათ, შესაძლოა ცოტა უფრო ისეთი ტერმინი უნდა გამომეყენებინა, მაგრამ ამ წუთში არ მახსენდება. რატომ არიან ეს ადამიანები ასე განწყობილი, ანუ არ იცვლიან პოზიციას რუსეთთან მიმართებაში, როდესაც ფიზიკურად წარმოუდგენელია დამპყრობელსა და დაპყრობილს შორის ურთიერთობას ერქვას მეგობრობა. არ ვიცი, შეიძლება ეს გარკვეული პრობლემა არის საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მაგრამ იცით რა არის? ინფორმაციული ვაკუუმი შეიძლება არსებობდეს რაღაც საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არანაირი ინფორმაციული ვაკუუმი არსებობს და ყველამ კარგად იცის, ბავშვიდან დაწყებული, დიდი დასრულებული, რომ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები არის ოკუპირებული. დამთავრდა აქ უკვე საუბარი იმაზე, რომ რუსეთი თქვათ და თუკი მით უმეტეს თუ პოლიტიკოსებზე არის საუბარი და პოლიტოლოგებზე და ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებზე და მათ არ იციან რა პოლიტიკას ადგას დღეს რუსეთი, რა არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზანი სამხრეთ კავკასიაში, მთლიანად რეგიონში, მთლიანად მსოფლიოში და მეორე უკვე საუბარი იმაზე, რომ მე შემიძლია რუსეთთან დავალაგო ურთიერთობა ისე რომ გავხდე ევროკავშირის ან ნატოს წევრი, ეს არის ერთის მხრივ ან გაუგებრობა და არცოდნა პოლიტიკის და რუსეთის თვითონ ამ პოლიტიკის საერთოდ პოლიტიკის და ნუ მეორე და ეს დაკლებად დამაჯერებელია თქვა ჩემთვის პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში უბრალოდ ეს არის მოტყუება შეიძლება ითქვას შენი ამორჩევლის რადგან თქვენ როცა ბრძანეთ აი რატომ ხდება განცხადებები ხო ევროკავშირი თქვათ ნატო მოდი გავითვალისწინოთ ის რომ საზოგადოების უფრო მეტ ნაწილს ხმა აქვს მიცემული ნატოში ინტეგრაციაზე და როცა სოციოლოგიური გამოკვლევები ტარდება თუნდაც ბოლო კვლევები უფრო მეტი ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხარს
უჭერს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. ეს არის სანდო და ეს სანდო უნდა იყოს ქართული ოცნებისთვისაც, რადგან ქართული ოცნება და ბატონი ივანიშვილი ლიდერობს აი ამ გამოკვლევებში და ალბათ ამ სანდოობას ისინი ეჭვის ქვეშ უკვე აღარ მაგრამ თქვენთვის არ იქნება უცხო ის არგუმენტი, რომელსაც ახლა გავიხსენებ. ეს არის მასობრივად მოთხოვნა დაუშვათ იმ ადამიანების, ვინც ახლა დაუშვათ რუსეთთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ფიქრობს შერაცხოს თუ არა იგი მტრად, ეს არის რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება. მაგრამ რა მინდა კითხოთ, როგორ შეიძლება ერთი ფეხით მე მივდიოდე რუსულ ბაზარზე, მეორე ფეხით მივდიოდე ნატოში. რამდენად შესაძლებელია, ადამიანს აქვს ორი ფეხი. რამდენად შესაძლებელია ორივე ფეხი გადავიდა ისე? ძალიან რთულია ეს, რთული არის. თუმცა ხატოვნად გამომივიდა, მაგრამ მე მგონი რეალობაც ისე არის. მოდით გავითვალისწინოთ ის, რომ 200 წელი ჩვენ ვიყავით რუსეთის გავლენის ქვეშ და შემდეგ უკვე 70 წელი საერთოდ რა მდგომარეობაში ვიყავით, ყველასთვის ცნობილია. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ცხოვრება, თქვა სამეურნეო და შემდეგ მაინც მიბმული იყო რუსეთის ბაზართან. ალბათ თუ კარგად ეს ასე იყო. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება ბჭყალებში ისევ ძალაში არის და არსებობს ესეთი ილუზია, ჩემის აზრით, რომ აი როგორც კი ბაზარი გაიხსნება რუსეთის, თუ არ ვცდები ერთ-ერთმა ლიდერმა ბრძანა ქართული ოცნების, რომელმა თუ არ ვცდები არ მახსოვს, მაგრამ თქვა რომ აი როცა ბაზარი გაიხსნება, ქართველი გლეხები გახდნენ მილიონერები. ეს არის აბსურდი. შეუძლებელია 9.1 ჰექტარის მქონე ქართველი სოფელში რა უნდა მოიწიოს, რა უნდა ის არ გამოვა სოფლიდან მოიწევს 1 ჰექტარზე რაღაც თავის პროდუქციას და ის მილიონერი გახდება, არ ვიცი, 100 წლის განმავლობაში შეიძლება, მაგრამ შეუძლებელია. ეს უბრალოდ ეკონომიკურად აბსურდი არის ამისი მტკიცება. მაგრამ არის მეორე, ჩვენ ხო ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ შემთხვევაში ხელისუფლების უკვე ვალდებულება არის და პასუხისმგებლობა, როცა არის ბაზარს შესვლასთან დაკავშირებით. იქ ალბათ რუსული ბაზარი. რატომ ცდილობს და ესეც ერთ-ერთი არგუმენტია, რატომ ცდილობს ქართული ოცნება ორმხრივი მოლაპარაკების ფონზე დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ გაიხსნება ქართული ბაზარი და არის ახლა ვიზიტები, თქვა ჩვენი დელეგაცია იქ ჩავა, იქიდან ჩამოვლინდა და დაიწყება ეს საუბარი. როდესაც თვითონ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ჩვენ მხარი რუსეთს მხარი დაუჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, ანუ ჩვენ მივეცით ნება, მწვანე შუქი აუნთე და პუტინმა განაცხადა, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს ბაზარი გავხსნათ, იმიტომ რომ ერთი ვალდებულება ის, რომ ქვეყანამ ნაბიჯი გადადგა და ცოტა მან აღიარა ეს და ეს არის ვალდებულება და მეორე, ეს არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის ვალდებულება. უკვე ჩვენ ყოველგვარი დისკრიმინაციის, ხელოვნური ბარიერების და პოლიტიკური მით უმეტეს მოსაზრებების შენ ჩაკეტო, ბაზარი ჩაუკეტო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყანას. იმიტომ რომ ჩვენ უკვე აი ამ ფორმატში შეგვიძლია ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ და უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონტექსტში მოვითხოვოთ ის უფლება, რაც ჩვენ საერთაშორისო სამართლით გვაქვს. იცით რა, დამალული და დაფარული არ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს რუსეთთან დალაგება ურთიერთობის და ამის სადემონსტრაციოდ რამდენიმე წუთი შეხვდა კიდეც პუტინს. გუშინ მედვედევს. საინტერესო სხვა რამეა, მე ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ კი ვკითხე, მაგრამ იმდენად ორაზროვანი პასუხი გამცა, იმეც ვიტოვებ, თქვენ მაინც გამცეთ ეს ცალსახა პასუხს. როდესაც იმ შემთხვევაში, როდესაც პუტინი არ გვესაუბრება ჩვენ არაფერზე, გარდა იმისა, რომ ვაღიაროთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ამ დროს ერთის მხრივ ხელისუფლება დეკლარირებს იმას, რომ ეს საკითხი არის დახურული და ამ საკითხზე საერთოდ არ საუბრობს. რაზე ვაჭრობთ, რაზე ვსაუბრობთ რუსეთთან? მხოლოდ ეკონომიკურად შეფუთული პროექტი, რომ რუსეთის ბაზარზე გვინდა დაბრუნება? თუ კიდევ რაღაც ნაღმია ჩადებული ამ ყველაფერში? რაში ხედავთ საფრთხეს ამ მოლაპარაკებებში? ჯერ ერთი რუსეთს აქვს დაპყრობილი ჩვენი ტერიტორიები, პირიქით რო იყოს, იდეაში რო დაუშვათ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია უთხრათ, რომ იცით რა, მოდი დავიწყოთ ჩვენ სხვა თემებზე საუბარი, თქვა კულტურულ ურთიერთობებზე, თქვა ეკონომიკურ ურთიერთობებზე. მარტივიდან გადავიდეთ, მოდი ვნახოთ. ამაზეა ლაპარაკი. მე ვნახოთ რა იქნება, ხომ? მე ვნახოთ რა იქნება, მაგრამ ესეც თავის მოტყუება, ანუ ჩვენ ფაქტიურად, აი მთავარ პოლიტიკურ საკითხს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას გვერდზე ვდებთ და ვიწყებთ, თქვა ეკონომიკურ ურთიერთობებზე
საკითხებზე საუბარს. ამის შემდგომი ნაბიჯი უკვე არის საბაჟო კავშირზე საუბარი, იმიტომ რომ მაგალითად სომხეთს დიდი სურვილი აქვს, იქაც აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ სომხეთის ყოველ შემთხვევაში განცხადებული აქვს და ესე კატეგორიული წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ ფიქრობენ, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს უარი არ არის რომ შევიდნენ აი საბაჟო კავშირზე, რომელიც არის საფუძველი მე ევრაზიული კავშირის, თუმცა პრობლემა ის რომ მათ არ აქვს პირდაპირი კავშირი ასე ვთქვათ რუსეთთან, ეს პრობლემას ქმნის. ამიტომ ძალიან კარგი სიტუაცია იქნება, როდესაც საქართველოს აი ამ ეკონომიკური ურთიერთობებით ნაბიჯ უახლოვდება რუსეთს, ამ შემთხვევაში რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა და ეს არის შემდგომი ის დაფარული ნაღმი, რაზეც ერიდება უმრავლესობა საუბარს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ საბოლოო შედეგი ყველა აი ამ ურთიერთობების იქნება თუ ჩვენ არ დავყაბულდით ცნობაზე, მხარეება ცნობაზე, ხელის მოწერაზე და ეს ეტაპობრივად განხორციელებას ერთ დღეში არ მოხდება და ერთ საბოლოო ჩვენ აღმოჩნდებით რუსეთის, თქვათ, სტრატეგიული პარტნიორი და აი ეს იქნება შედეგი და ეს არის ზუსტად ის ნაღმი, რომელიც დევს. ასეთი ურთიერთობები რუსეთთან და ესეთი საუბარი, ესეთი ორმხრივი საუბარი, თედო ჯაფარიძე მას ბრძანა, რომ აი ჩვენ უნდა შევხვდეთ დელეგაციებს და ცალკე თემა არის თვითონ კოალიციაში ამან რა გამოიწვია და ბატონ ბერძენიშვილის თქვა განცხადება. აი ეს ორმხრივი ურთიერთობები პრობლემას უქმნის მრავალმხრივ ფორმატს და მოდით ესეც ვთქვათ, რომ არის ქვეყნები იგივე ევროპაშიც, რომელსაც მართლაც არ უნდა ეხლა თავის ტკივილად კონდეს საქართველოს და შენ თუ ეს თავის ტკივილი არ გაუჩინე, ყველას თავისი პრობლემა აქვს, ეს ძალიან მარტივი არის. ამიტომ როდესაც ეს თანდათანობით ეს პროცესი მინელდება და ჩვენ ნაკლებად ვიქნებით აქტიური და ოკუპაციაზე როცა არის საუბარი, მართლა ტერმინი კი არ არის იქ ჩაწერაზე და ჩემთვის გაუგებარი იყო ისეთი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსიდან, როგორც არის თქვა ბერძენიშვილი, რომ რა მნიშვნელობა აქვს იქ რა ჩაიწერეთ, ქალბატონმა თინა ხილაშვილმა ბრძანა, მათ კარგად უნდა იცოდნენ და კარგად ესმით, რომ ეს არის რეზოლუცია, სადაც იწერება მაგრამ როგორ გაიგეს ეს საქართველოში, ეს არ უნდა ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირად ისე ხდება რაღაც მანკიერი ტრადიციის გამეორებას გავს ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული სტრატეგიული განცხადება ან რაღაც გადადგმული ნაბიჯი ხშირად გვესმის ხოლმე საერთაშორისო ტრიბუნიდან, ანუ საზღვარგარეთიდან ვიგებთ ხოლმე ჩვენი ხელისუფლება რა განცხადებებს აკეთებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ტრადიცია, რომელიც თუნდაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ძალიან ცუდად მიიღო საზოგადოებამ და რაღაცნაირად იგივე ხას ატარებს ახალი ხელისუფლება. კომუნიკაცია თქვა მაგალითად ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი, ეს მე როგორ ჟურნალისტმა ნამდვილად არ გავიგე კარგად და ადეკვატურად, იმიტომ რომ მოდით ნუ ვიდავებთ ამ ტერმინზე და ზუსტად ხო, აი ბატონ თედო ჯაფარიძემ ბრძანა, რომ მოდი ნუ გავაღიზიანებთ რუსეთს ამ რეზოლუციის საკუთარ პუნქტებთან დაკავშირებით. მაშინ შენ უნდა განმარტო რა არის ის საკითხები, რომელმაც შეიძლება გააღიზიანოს რუსეთი. რა თქმა უნდა, ეს არის ტერმინი, არა მარტო ტერმინი, არამედ ეს არის კონსტატაცია იმ მდგომარეობის და საერთაშორისო სამართლის რაშიც იმყოფება დღეს საქართველოს რუსეთის ურთიერთობა და აი ამ ტერიტორიების მდგომარეობა. მეორე ეს არის რა თქმა უნდა ეთნოწმენდა და ეთნიკურად ქართველების დაბრუნება იქ და რა თქმა უნდა სარკოზი, მედვედევი, სააკაშვილის შეთანხმება, რომელიც უცვლელი არის, რომელიც არ შესრულებულა და როცა შენ აი ამ თემებზე ყურადღებას ამახვილებ, ბუნებრივია ეს აღიზიანებს. აბა დაამჩენი რუსეთს ახლა რა უნდა გააღიზიანოს რუსეთმა? ბატონ გურაბ, რამდენად შესაძლებელია ეკონომიკური პროექტების განხორციელება რუსეთ საქართველოს შორის, მაგალითად ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებას და არა მარტო, მაგალითად რკინიგზაზეც, რომელზეც აუცილებლად მინდა ვკითხოთ თქვენი პოზიცია. როგორ შეიძლება განხორციელდეს ეკონომიკური ასეთი მასშტაბური პროექტები პოლიტიკის გარეშე? აი უყურეთ რა ხდება. ორი საფრთხე არსებობს და ესე დაუბრუნდები. თუ საქართველოს უხსნის ხო ბაზარს და ეს არის ჩვენ შევდივართ, არ ვიცი ახლა რამდენად წარმატებული იქნება, იქ არის სხვა შორის არის დასკვნები მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, რომ პრობლემებია, თვითონ ტექნიკური პრობლემები არის, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან ბიუროკრატიული სახელმწიფო არის, მაგრამ გახსნა ბაზარი ჩვენი პროდუქცია შედის და პარალელურად ხდება საქართველოს აი ამ ორბიტიდან მოწყვეტა და იქ უკვე პოლიტიკური საკითხების წამოწევა, ხო?
თუ საქართველოს არ ყაბულდება ამ ულტიმატუმს შეიძლება ითქვას რუსეთის, მაშინ არის მეორე გზა, რასაც რუსეთი ისევ გააკეთებს, ჩაკეტავს აი ამ ბაზარს. რა თქმა უნდა, მე დავა მიდის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მაგრამ ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცედურა და წარმოიდგინეთ გლეხი და მეწარმე, რომელიც ერთ წლის განმავლობაში გეგმავს თავის ბიზნესს, შეიძლება ერთ წელში, ერთი წელი, ორი წელი, ერთი წელიც კი მისთვის აღმოჩნდეს კატასტროფული. ამიტომ ეს სიფრთხილის შემცველია, საფრთხის შემცველი არის. თუმცა პარალელურად არსებობს ევროკავშირის ბაზარი, რომელსაც აქტიურად უნდა დავიწყოთ ჩვენ მუშაობა თავისუფალ ვაჭრობას რაც შეეხება ასოცირებულ წევრობაზე და არის ყველას რატომაც არ უნდა დაგვავიწყდეს ის დაპირება, რაც არსებობს ამერიკა საქართველოს შორის, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ეს იქნება პრეფერენცია და რამოდენიმე სახელმწიფო არის, რომელსაც ეს უფლება, ეს თქვათ, ეს როგორ გითხრათ, უფლება აქვს და ეს შეუძლია ამერიკის ბაზარზე შევიდეს და ეს ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს. ამიტომ გასაგებია, რომ ბაზარი არის გარკვეულწილად ჩვენი საზოგადოების ცალკეული ნაწილისთვის მომხიბლოს არა, მაგრამ საარსებო საშუალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აქ უკვე დგება კიდევ მეორე საკითხი, იმიტომ რომ ეს უკვე არის მორალის საკითხი. ეს გვინდა თუ არ გვინდა ასე არის თამოყარეობის და მე ვფიქრობ ეს პოზიცია ჩვენ ის მაინც ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიან მტკიცეთ ვიყოთ ის რომ ბაზარზე ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტერიტორიები არ იცვლება. ბატონ გურამ, ძალიან მაშინ როცა რუსეთი აცხადებს რომ წითელი ხაზი არის, ჩვენ აი ამ აღიარებებს უკან არ წავიღეთ. ნუ რა რჩება მაშინ? ძალიან ჯიუტად მიმდინარეობს ამის შესახებ გამეორებები. კეთილი. ბატონ გურამ, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ასეთი მოსაზრება, რომ ახალმა ხელისუფლებამ იმდენად უსუსურად წარმოაჩინა თავი თუნდაც დავოში, თუნდაც სტრასბურგში, რომ რეალურად რაც მიღწევებიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას 9 წლის მანძილზე, შეგვიძლია ამაზე ვიდაოთ, იყო თუ არა ეს წარმატება თუ წარუმატებლობა, მაგრამ ზოგადად არგუმენტზე მინდა ასე ვთქვა თქვენი პოზიცია. რა მიღწევებიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, პრაქტიკულად წყალში ჩაყარა, იმიტომ რომ შესაძლოა სტაგნაციიდან რაღაცა ნულიდან მოგვიწიოს ინტეგრაციაზე საუბარმა და ნაბიჯების გადადგმამ. რამდენად მე არ ვიტყოდი რომ ეხლა თქვათ ესე კატასტროფული მდგომარეობა არის და ესეთ შეფასებას არ მიცემდი. აქ არის საყურადღება, აქ არის რა თქმა უნდა. და ძალიან მნიშვნელოვანი ერთი არგუმენტი კიდევ. ჩვენ მართლაც მთელმა მსოფლიომ აღიარა რომ გადასვლა ხელისუფლების მონაცვლეობამ მშვიდობიან მოხერხდა არჩევნების ზრდა ეს იყო დემოკრატიის წარმატება და თქვათ ეს იყო არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი იმისა რომ ჩვენ ხმამაღლა განვაცხადოთ რომ ჩვენ ვართ მზად იმისთვის რომ შევიდეთ ნატოში და გავაგრძელოთ გზა თქვათ ევროკავშირში. მაგრამ უშევთ უკვე შესწავლას. მეორე რაც იგივე ჩვენმა მეგობრებმა ამოცანად დაგვისახეს ეს არის ეგრეთ წოდებული თანაარსებობა. თანაარსებობა ის რომ მოხდა ესეთი ხო, იმიტომ რომ ეს უკვე ირონიის საგანი გახდა, რაც მე ვფიქრობ არ არის სწორი კოჰაბიტაცია, ხო? მეორე ამოცანა და ეს საშინაო დავალება არის რომ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და აქ ორივეს ყველას პასუხისმგებლობაც არის. ხა EDP არ არის პარლამენტში, მაგრამ EDP-ს პასუხისმგებლობაც არის, განცხადებები და ყველაფერი იმით რომ მოახერხეთ ის რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდეს ეს თანაარსებობა და 2014 წლის არჩევნებამდე ადგილობრივი ხელისუფლებები იყოს თქვათ შენარჩუნებული და არ იყოს ესეთი მასირებული შეტევა რაც სამწუხაროდ არსებობს, ხო? აი ეს პრობლემა არის და ეს გამოცდა უნდა ჩავაბაროთ ჩვენ. მეორე, არ არის გამორიცხული და ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისე, როდესაც თქვათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენ გვაკრიტიკებს, თქვათ იგივე მედიასთან ურთიერთობაში, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, აი ამ დაჭერებთან დაკავშირებით. მაგრამ ფაქტია რომ ეს დაჭერებითი ტონი არის. ცუდი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ეს უნდა მიიღოს ახალმა ხელისუფლებამ, რადგან ის არის აი ამ საერთაშორისო საზოგადოების წევრი და მან ის კი არ უნდა თქვას რომ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო არ არის ეს უზუსტობა, ეს არის მონიტორინგის ჯგუფი, იქ სერიოზული ხალხი მუშაობს და ისინი ყველა ნიუანს აკვირდებიან და იქიდან ხდება გაკეთება, ამ განცხადებების გაკეთება, შეფასებების გაკეთება. არავინ საერთოდ ესე პირდაპირ არ ამბობს, რომ მე იცი ვიჭერ, იმიტომ რომ ამას პოლიტიკური ნიშანი. არის გარკვეული სიმპტომები, როგორც ექიმი უსვამს დიაგნოზს, ამატყობს, ასევე არიან ის მონიტორინგის წარმომადგენლები, რომელსაც ძალიან კარგად იციან. იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავის შეფასების კრიტერიუმი და ამ შეფასების კრიტერიუმით ესე
ესე დიაგნოზი დაგვისვეს ჩვენ. ახლა უკვე უმრავლესობის მოვალეობა არის და ახალი ხელისუფლების რომ მათ თქვან რომ არა ის კი რომ კი ეროსაბჭო ჩვენ პატივს სცემდა რაღაცა მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ესე სიარულს არა უნდა თქვან რომ გასაგებია ასეთია ჩვენ ამას გადავხედავთ და მოხდება კორექტირება აი აქ უკვე ნორმალური სიტუაცია ძალიან ცუდია ცუდად მენიშნა მე ის რომ აი ამ რეზოლუციებზე არ იყო ერთიანობა ჩვენს დელეგაციაში რეზოლუციას გულის შეფასებებში არა იმ მადლობა ღმერთს იმ რეზოლუციაში ჩვენ ვიყავით ჩვენ ამ შემთხვევაში ქართული დელეგაცია იყო ერთიანი ირაკლი ჩოქანოვმა საოცარი სიტყვა წარმოთქვა რაღაცა და აქედან გამომდინარე ეს არის გადამდები თვითონ იქ დელეგატებისთვის მე ვიყავი წარმომადგენელი ეუთო საპარლამენტო ასამბლეის თქვენ უნდა წარმოიდგინოთ რამხელა ფასი აქვს როდესაც ქვეყნის დელეგაციას აქვს ერთიანი პირი რაღაც საკითხთან დაკავშირებით პრობლემური არის მაგალითად უკრაინის დელეგაცია იმიტომ რომ იმ ხალხი ძალიან დიდი ასთა სხვადასხვაობა და ცალკეული ქვეყნებისთვის აი ეს ასდა სხვადასხვაობა ერთი ქვეყნის დელეგაციაში არის საფუძსაბაბი იმისა რომ გარკვეულ რეზოლუციაზე მხარი არ დაგიჭირონ და თქვენ ან ასე ან ისე ამიტომ აი ამ დელეგაციის ერთიანობას ჩვენ საგარეო ასპარეზზე ერთიანობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში იმიტომ რომ მას ყველაზე მეტი კვოტა და ყველაზე მეტი მანდატი უნდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაგალითად ის რომ ახალი ხელისუფლება ერთ-ერთ წარმომადგენელს მაღალჩინის წარმომადგენელს შეხვდა ისე რომ იქ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები არ იქნა დაშვებული გასაგებია რომ საუბრობენ იმაზე რომ ეს იყო უზუსტობა გაუგებრობა უბრალოდ ფაქტი ისე მოხდა რომ პრაქტიკულად ანალიზი ვერავინ გააკეთა მაგრამ საბოლოო ჯამში ჟარგონით რო თქვათ მოტეხეს უმცებ მაპატიეთ ახლა ამ გამოთქვის მაგრამ რაღაცნაირად ესე მოხდა და არაფერი აქ სიცხადე შეიტანა თვითონ იმ პიროვნებმა პრეზიდენტმა განაცხადა რომ ყველანი იყო გაფრთხილებული მეველოდები ერთიან დელეგაციას და ეთყობა იქ შიგნით რაღაც გაუგებრობა ეს უკვე ცუდი არის ეს უკვე ცუდია როდესაც შენ დელეგაციაში არ აქვს ერთიანობა ან თუ არ არის ერთიანობა ამას ჭირდება ძალიან კარგად წარმოჩენა და სახის შენარჩუნება როგორც ქვეყნის და ეს არის ორმხრივი პასუხისმგებლობა თქვათ იგივე პრეზიდენტი როდესაც გამოვიდა გაორება მქონდა მე მაგალითად მომეწონა მისი გამოთქვა შეიძლება იმეს არ მოეწონა რუსეთთან მიმართებაში რაც მან განაცხადა თქვათ იქ სათვალესთან რუკასთან და მაგრამ ჩემთვის ეს მისაღები იყო იმიტომ რომ რუსეთს მე ესე აღვიქვა მისაღები იყო ის როდესაც პრეზიდენტმა განაცხადა და თქვათ მადლობა უთხრა საპარლამენტო ასამბლეას მიღებულ რეზოლუციებთან დაკავშირებით აკაშკარად ჩანდა რომ ეს პიროვნება სააკაშვილი არის მართლაც პრეზიდენტი და ქვეყნის წარმომადგენელი ამ საერთაშორისო ასპარეზზე მაგრამ როგორც კი მან დაიწყო რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობამ ესა და ეს გავაკეთეთ აქ უკვე დაკნინდა ჩემი საზრით და აქ უკვე მას შეეძლო ესე თქვა როგორც პრეზიდენტს რომ აი მართლმა პარტიამ და არ მოხდარიყო მისი იდენტიფიცირება ეს არ იყო საჭირო და არის კიდე რაღაცა ნიუანსები რომელიც ღირსებას არ მატებს არც მის გამოსვლას და ეს შემდეგ ვნებს ქვეყნის ინტერესებს ამიტომ აქ არის ორმხრივი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა გეთანხმებით მაგრამ ხელისუფლების მართველი პარტიის ბუნებრივია პირველ რიგში როდესაც არასამთავრობოებმა გუშინ კოლექტიური განცხადება გაავრცელეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა მენიშნა ამ განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილი მოიხდის თუ არა ბოდიშს რაღაც გაუთვლელი ნაბიჯის გამო რეალურად ეს არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც ის არის პრემიერ-მინისტრი და იხდის ბოდიშს, ეს უკვე ჩვენი სირცხვილია. აი ამ კონტექსტში რამდენად გამართლებულია ის, რომ პრემიერ-მინისტრი ან მაღალი ჩინის წარმომადგენელი, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოს წარმოადგენს, ამბობს იმას, რომელსაც ცვლის მეორე დღეს. და ეს გვესმის ჩვენ საერთაშორისო ტრიბუნიდან. რამდენად მოდი რბილად ვთქვა, სერიოზულობას მატებს ჩვენს იმიჯს საერთაშორისო ტრიბუნაზე. და მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ საკმაოდ გამოცდილი დიპლომატები ყავს ახალ ხელისუფლებას თავის გუნდში და როგორ ფიქრობთ, კომუნიკაციის პრობლემა ხომ არ არის ასეთი დაბნევა პოზიციაში? კი, მე არ გამორიცხავ ამ კომუნიკაციის ნაკლებობას. არ ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის, რომ ბატონ ივანიშვილს აქვს უფრო თავის შეიძლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს რჩევებს, არ ვიცი, ეს მას უფრო თავისი ერთპიროვნული მართველია. ჩემის აზრით არ ვიცი, ეს ყოველთვის ჩანს აი ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე. არის ესეთი სტილი მართველობის, არის როდესაც შენ თქვა შეკრიბავ შენ გუნდის წევრებს, საუბრობთ და მე რეიღებ გადაწყვეტილებას და არის როდესაც შენ აცნობ შენ გუნდის წევრებს შენ გადაწყვეტილებას. არის ესეთი მიდგომები არის, ხშირად ახსენებს ბატონ ივანიშვილი მენეჯერ თვისებებს და ეს არის მენეჯერი, რომელიც ერთპიროვნული ხო, როგორც ფირმას მართავს თქვა და ან რაღაც ნებისმიერ შემთხვევაში ესე
რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი და ეს მიანიშნებს იმაზე რომ ამ ქვეყნის ლიდერი არის მერყევი თავის პოზიციებში. მე მახსოვს ახლა ვკითხულობდი ჩერჩილი იხსენებს ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელს და ის აღნიშნავს რომ ეს პიროვნება არის ძალიან მერყევი, ესე იგი ჩვენ ვერ ვენდობით დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს. ეს მერყეობა და პოზიციის ცვლილება საერთოდ უკვე არასტაბილურს ხდის შენდამი დამოკიდებულებას და უკვე ეჭვიჩდება რამდენად მყარი არის შენ მიერ გაკეთებული განცხადება ან ხელშეკრულება დადებული ან სიტყვა ნათქვა, იმიტომ რომ არის ხშირ შემთხვევაში პოლიტიკაში, როდესაც სიტყვაზე ენდობიან ერთმანეთს და აქ უკვე პოზიციის უცვლელობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩემის აზრით. მაგალითად, დღეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რეიტინგი ბიზნეს კეთების თვალსაზრისით 9 ეს არის ხელოვნური და რომ ეს გაუარესდება. მას ალბათ არ უთხრეს, რომ ეს რეიტინგები, როდესაც კეთდება, იქ არ არის რეალურ მდგომარეობაზე საუბარი. მსოფლიო ბანკი, როდესაც აკეთებს აი ამ რეიტინგს, იქ იღებენ კანონმდებლობას და კანონმდებლობის მიხედვით კანონებში რაც არის ჩაწერილი, საკუთრებასთან მიმართებაში საგადა ასე შემდეგ, მერე გამოყავთ ეს კოეფიციენტი. და იქ ასევე მინიშნებული არის, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს არის მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, მსოფლიო ბანკი პასუხს არ აგებს რეალურად თუ როგორ ტარდება ცხოვრებაში ეს კანონმდებლობა. მას შეეძლო ესე ეთქვა და არ უნდა ჩაეყენებიან სახელმწიფო ამ შემთხვევაში მდგომარეობაში. როგორ შეიძლება შენ მიდიოდე ინვესტორებთან, საუბრობდე, რომ შემოდით ინვესტიცია ჩადეთ და უთხრათ, რომ იცი რა, ეს არის ყალბი მონაცემები. ხო, მე-9 ადგილზე ვარ და ეს არის ცუდი, ჩვენი მდგომარეობა გაუარესდება. ის მწუჩო ფიქრობს, იმიტომ რომ მან კარგად იცის, უნდა გადახედოს კანონმდებლობას. თუ გაუარესდება, მაშინ თქვენ ცვლით კანონმდებლობას საგადასახადო მიმართულებით, ტარიფებთან მიმართებაში, თქვა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, თუ რა, უკვე საეჭვო ხდება. ეს ცუდია. მართველი პარტიისთვის და ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა. კიდევ ერთი არგუმენტი, რაც გაჟღერებული იყო დაუშვათ გუშინ მთელი დღის მანძილზე აი ივანიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, უამრავი ექსპერტი საუბრობდა, იყო ის, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლას უსმენს არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ ეს ესმის რუსეთს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე და ესმის დასავლეთს. შესაბამისად ისინი იღებენ ადეკვატურ განცხადებას. როგორ ფიქრობთ, მაგალითად ერთმა ექსპერტმა ისიც კი მითხრა პირად საუბარში გუშინ, რომ ისე გამოვიდა გუშინ საერთაშორისო ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილი ბოდიშს უხდიდა რუსეთს თავისი განცხადებებით. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს შეფასება, რაც საკმაოდ სერიოზულმა ექსპერტმა თქვა, ეს არ არის დაუშვათ ისეთი ექსპერტი, რომელზეც საუბრობენ, რომ მარგინალიზებულია. ძალიან საინტერესო იყო თვითონ პოზიცია ის, რომ რამდენად შესაძლებელია გათვალო ისე პოლიტიკური განცხადებები, რომ არ ეამოს ეს ამ შემთხვევაში მტერს, არა მეგობარს. ხო, მაგრამ ის არ თulis მტრად რუსეთს. ეს არის პრობლემა და ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ და ეს არის ზუსტად კითხვის ნიშნები, რომ ის ნაბიჯების განცხადებები ეროვნულ დემოკრატებისთვის არის მიუღებელი, როდესაც შენი ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული, შენი ტონალობაში ცოტა სიმკაცრე, პრინციპულობა და სხვა ტონალობა უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს შეურაცხყოფელი, რა თქმა უნდა, მაგრამ სიმკაცრე ტონალობაში და ბოდიშის მოსახდელი ჩვენ არაფერი არ აქვს რუსეთთან. იმიტომ ეს მდგომარეობა არის. არ შემიძლია არ გკითხოთ, ასევე ძალიან მწვავე პოზიცია ჰქონდათ თქვენ ამის წინ, როდესაც პირველად დაიწყო საუბარი DST-სთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო იყო ის, რომ პრაქტიკულად არსაიდან მოსული DST-ის თემა უცებ გახდა აქტუალური. ვიღაცები თურმე გვიჩოქებენ, რომ იქნებ DST-ში ისევე დავბრუნდეთ და ასე შემდეგ. მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. როგორ ფიქრობთ, რა ანკესი გადაისროლა ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე, თუ რამ მოახდინა, ასე ვთქვათ, კატალიზატორის ფუნქცია, რამ შეასრულა, რომ გამოიწვია ვიღაცები და ისევ ასაუბრა. აი ეს ეჭვი, რომელიც არის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. ერთი არის ფუნდამენტალური საკითხი ჩემის აზრით, რომ არ შეიძლება ახალმა ხელისუფლებამ ძველი ხელისუფლების ყველა ფერზე ხაზი გადაუსვას. აი მემკვიდრეობითობას და რაღაც პოზიტიურს აქვს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და ზუსტად იქ სადაც შენ ხელისუფლება, ძველ ხელისუფლებას იქ არ უნდა დაარტყარ, აი ეს დარტყმა არა მარტო ძველ ხელისუფლებას აყენებს ნებას, არამედ შენ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, ხო? ამიტომ
ეს განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით ის რომ თქვათ მე ნიშნავს საგანგებო წარმომადგენლებს ფაქტიურად ელჩს ნუ ესე თქვათ ხო პირობითად შეიძლება ითქვას როდესაც თედო ჯაფარიძე ბრძანებს რომ აი ჩვენ აპრილში უკვე შევიკრიბებთ რუსეთთან და ბევრი როდესაც ამბობ რომ აფხაზეთის მონაკვეთი რკინიგზის უპრობლემოა ეს უნდა გაიხსნას ანუ შენ ისეთ სიგნალებს აგზავნი რუსეთში რომ ბუნებრივია იქიდან შემდეგ მოდის ადეკვატური სიგნალები უფრო მკაცრი და თავშეკავებული, მაგრამ ის რაც დღეს რუსეთს ბუნებრივია ჭირდება და ბუნებრივია ამან ყველაფერმა ამოატივტივა თანამეგობრობის საკითხი, ანუ ეს ის რკინიგზაზე წეხან ჩვენ რამდენიმე სიტყვა ვთქვით, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც პრაქტიკულად თქვენს ვითარებაში მყოფი პარტიებისთვისაც კი გაბრაზების საფუძველი გახდა. რამდენად შესაძლებელია კიდევ ერთი უზარმაზარი პროექტის განხორციელება, როგორც არის რკინიგზა, იცით განცხადებები რაც მოდის და სიგნალები თვითონ აფხაზეთიდანაც, რამდენად შესაძლებელია პოლიტიკის გარეშე, თუ პოლიტიკური ვითარება არ დარეგულირდება. საერთოდ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოზიცია არის, რომ პოზიცია არის რომ ჩვენ დავიწყოთ საუბარი იმაზე რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის რაც უფრო მნიშვნელოვანია და თუ აი ამ საუბარს შედეგი არ აქვს მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ გზას და თქვა ხდებით ნატოს წევრი და ასე შემდეგ და უკვე სხვა გონორი და სხვა ტონალობა შეგვიძლია ვისაუბროთ ან ეს არის ზუსტად ეს ტერიტორიული მთლიანობა კი აფხაზეთის თქვა რკინიგზას ხსნით მაგრამ რა ეს არის პოლიტიკასთან მიმული შეუძლებელია ეკონომიკაზე საუბარი და ჯერ მაგრამ ჩვენი მინისტრი პატა ზაქარიაშვილი დეკლარირებს ამას რომ შესაძლებელია და არ ხდება აღრევა დაუშვათ თემას როცა იქ დაისვა საკითხი თუ არ მეშლება მხარეებთან დაკავშირებით რომ აფხაზეთი აუცილებლად იტყვის რომ ის გამოვიდეს მხარეთ აი ამ მოლაპარაკებაში მაშინ ვეტყვითო კარგად ბრძანდებოდეთო მის სიტყვებს თუ მაშინ ვეტყვით კარგად მაგრამ იცით რაო ესო მხარეო ჩვენო მაინც მხარეთ უნდა ვაღიაროთო იმიტომ რომ მეო გულში რას ვფიქრობ ეს სხვა არისო ნუ კარგი იყოს მხარე ესე არ ხდება ეს მხარეთ აღიარება ეს ყველაფერი იწერება ენგურის ხესთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იყო რომელმაც მოითხოვა ამ დოკუმენტს გაცნობოდა თავის დროზე როცა ხეთაგური იყო ენერგეტიკის მინისტრი და ვნახეთ ეს მართლაც მე ვნახე და იქ იყო საუბრები მithქმა-მოთქმა და საერთოდ მე გამიკვირდა რატომ დამალეს ეს დოკუმენტი და რატო არ მისცეს მედიას და საზოგადოებას იქ მართლაც ქართული სახელმწიფოს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გამოკვეთილი რატო ჩაიშალა ეს პროექტი იმიტომ რომ აფხაზეთმა თქვა რომ მე უნდა ვიყო აქ მხარე და ბუნებრივია ქართულმა სახელმწიფომ ამაზე უარი გააცხადა მანდამაინც არც რუსებს შეუწუხებია თავი იმიტომ რომ რუსებს ამ შემთხვევაში პირდაპირ სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით და პოლიტიკურად აწყობდა საქართველოსთან ერთად თქვა ემართა ეს ენგურხესი ანალოგიური იქნება აფხაზეთის მონაკვეთთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი საკითხები არის და ეს არის რეგიონულ პოლიტიკასთან მიმული მე არ მინდა ახლა ბევრი ექსპერტმაც აღნიშნა და არ თანხმედრა არის ბუნებრივია კი მაგრამ არ მოხდება თემების აღრევა რამდენად შესაძლებელია ისე იყოს გამიჯნური ეს თემები მაგალითად შეუძლებელია იმიტომ რომ ეკონომიკა და პოლიტიკა არის ერთმანეთთან დაკავშირებული მით უმეტეს რუსეთისთვის ეკონომიკა არის პოლიტიკური იარაღი ჩვენ ეროვნულ-დემოკრატები წინააღმდეგი ვიყავით ძველი ხელისუფლების რომელმაც ღიად ესე გაუხსნა კარები და შემოვიდა რუსული კაპიტალი და აქ ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტები დღეს არის რუსეთის მფლობელობაში ხოლო რაზეც ქართული ოცნება აკრიტიკებდა დღეს ჩვენ ვიგებთ რომ ფორუმი უნდა ჩატარდეს აქ შეხვედრა უნდა ჩატარდეს კიდე უნდა რაც გასაყიდი არის რა დარჩა გასაყიდი კიდე და გასაყიდი რა დარჩა ძალიან მნიშვნელოვანი დარჩა ორი ისე მნიშვნელოვანი ობიექტი ეს არის რკინიგზა და ჩვენ კარგად ვიცით რომ სომხეთის რკინიგზა არის რუსეთის რკინიგზის საკუთრებაში და მეორე ეს არის გასადენი რომელიც საქართველოს გავლით გადის სომხეთში და ამ ორივე ობიექტზე ძალიან დიდი ინტერესი აქვს რუსეთს მოდით ეკონომიკაზე ვსაუბრობდით და არ შემიძლია არ კითხოთ რამდენად გეგმაზომიერად მიდის პოლიტიკური ეკონომიკური თვალსაზრისით დღევანდელი ხელისუფლება ხშირად ახსენებენ ხოლმე წინასაარჩევნო დაპირებებს რამდენიმე საკითხს განსაკუთრებით როგორც თქვენთვისაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო თემები იყო ეს იყო საყოველთაო დაზღვევა ეკონომიკური თემები ტარიფების პოლიტიკა რამდენად სწორად მიდის სწორხაზოვნად მიდის და რამდენად შეძლებს ხელისუფლება რომ ხალხის გულისწყრომა არ გამოიწვიოს იმით რომ მან დაანაპირები უბრალოდ ვერ შეასრულა და ეხლა თავის მართლების რეჟიმში ყოფნა კი ბატონო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი არის უბრალოდ ჩვენ მე მგონი ის თემა რაღაცნაირად ამოვწურეთ მაგრამ მე მინდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან განვაცხადო რომ
უკვე ტენდენცია არის გამოჩნდა ჯგუფი ბატონი ვალერი ხაბურძანიას მეთაურობით, რომელიც ამბობს, რომ აი პრორუსული ფლანგი უნდა გავაძლიეროთ, იქ რაღაცა ესე მოძრაობები იწყება. ამიტომ EDP-ს ასეთ სურვილი არის და ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო მოძრაობა უნდა გაჩნდეს საქართველოში. მე არ ვიტყოდი ანტირუსული, მაგრამ აი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ძალიან მტკიცე უარს იტყვის არა რუსეთს, მშვიდობით რუსეთო, რომელიც გაუწევს მონიტორინგს მთლიანად აი ამ მთავრობის ნაბიჯებს, აი ამ პოლიტიკას და იქნება ფხიზლად და ყველა ეს ნაბიჯი იქნება შეფასებული. არასამთავრობოები ახსენეთ თქვენ და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც არასამთავრობოები აცხადებენ, იმიტომ რომ ისინი არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები. ან შეიძლება პოლიტიკურად მათ აქვს თავიანთი სიმპათია, შეიძლება ისინი არიან პროდასავლურები, შეიძლება ითქვას, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. და არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც არც პარტიაში არის, არც საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, არასამთავრობოში, მაგრამ მათთვის მიუღებელი არის საქართველოს ისევ რუსეთთან დაბრუნება. ამიტომ ეს რომ არ იყოს ცალკეული პარტიის, ან რომელიღაც არასამთავრობოს, თქვათ, სამოღვაწეო, შეიძლება აქ უნდა მოხდეს კონსოლიდაცია და გაერთიანება და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ამაზე ფიქრობს. ეხლა რაც შეეხება, რომ აი ესეთი ძალთა გაერთიანება მოხდეს იმ ძალების მოძრაობის სახით, რომელიც წინააღმდეგება ნებისმიერ მცდელობას იმისა, რომ საქართველო დაუბრუნდეს რუსულ ორბიტას და პირიქით ეს იქნება გააქტიურება და მოწოდება ხელისუფლების, რომ გააქტიურონ პროდასავლური პოლიტიკა და ამ შემთხვევაში ნატო არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და გადამწყვეტი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ეკონომიკას რაც შეეხება, კი, რა თქმა უნდა, ეს პრობლემები დადგება, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველა ეს დაპირება შეასრულოს, ხელისუფლება როგორც წესი ვერ ასრულებს ამას. თუმცა ჩემი აზრით ძალიან ბევრ დროს ხარჯავს ხო შეიძლება წესები დავამხელოთ ახალი მთავრობა ძალიან ბევრ დროს ხარჯავს ისეთ თემებზე, რომელიც შეიძლება აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას და მოსახლეობას, მაგრამ მის პრობლემებს მთლიანად ვერ მოუგვარებს. პოლიტიკურ კინკლაობას გულისხმობს. პოლიტიკური და ასე რას შემდეგ, თქვათ იგივე როდესაც არის კონსტიტუციაზე საუბარი, თბილისში იქნება თუ ქუთაისში იქნება, თქვათ პარლამენტი, ჯერჯერობით ამას დასაბუთება ჭირდება და ეს დასაბუთება არ ქონდა არ ძველ ხელისუფლებას და არ აქვს არც ახალ ხელისუფლებას. ხალხი ელოდება პრობლემების მოგვარებას და ლიმიტი ნდობის საერთოდ ილევა და მას უნდა გაუფრთხილდეს ხელისუფლება, იმიტომ რომ დადგება დრო, გავიდა 100 დღე, გავა 6 თვე, ჩვენ 2013 წლის ბიუჯეტში ჩვენ ვერ ვხედავთ იმ მაჩვენებლებს და ციფრებს და იმ პროექტებს, რომლებიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას. უბრალოდ გეტყვით იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, მთლიანად სამედიცინო მოსახურების პრობლემა მოგვარდეს ქვეყანაში. ეს არის სტატისტიკა, რაც იხარჯება დღეს ქვეყანაში და ახლობით ჩვენ 2 მილიარდამდე ლარი უნდა დავახარჯოთ ჩვენს მოსახლეობას. დღეისთვის ეს არის 500 მილიონი, ანუ 1.5 მილიარდი ჩვენო მოსახლეობამ ისევ ჯიბიდან უნდა გადაიხადოს. როგორ გადაიხდის ამას ჯიბიდან? პაკეტი, რომელსაც თავაზობს მთავრობა, ეს არ არის სრულყოფილი, მოდით ვაღიაროთ. საყოველთაო დაზღვევა გულისხმობს იმას, რომ საყოველთაო დაზღვევაში და სამედიცინო მომსახურებების ყველა კომპონენტი უნდა იყოს შესული და ჩვენ ველოდებით რა იქნება ეს დოკუმენტი ჩვენთვის ჯერჯერობით არის უცნობი. მეორეც დასაქმების სამინისტრო არის ქვეყანაში. და ჩვენ არ ვიცით რას აკეთებს დასაქმების სამინისტრო, ანუ შრომის ბაზარზე და დასაქმების პოლიტიკაში რას აკეთებს ახალი ხელისუფლება. თუ ჩვენ გადავხედავთ ბიუჯეტს სტრუქტურით, ის იგივე არის რაც იყო ძველი ხელისუფლების მიერ გაკეთებული, მაჩვენებლები რა თქმა უნდა არის შეცვლილი, მაგრამ გამჭვირვალობის თვალსაზრისით და აი ამ პროგრამული და მიზნობრივი თვალსაზრისით ეს იგივეა, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო და რაზეც ვაკრიტიკებდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. დაახლოებით 500 კი, რა თქმა უნდა, 550 მილიონი, 450 მილიონი ეს არის რეგიონალური განვითარების ფონდი. 50 მილიონი ეს არის სოფლის დახმარების ფონდი და 50 მილიონი ეს არის მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომლის მიზნობრიობა ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ არ იცის. და იქ წერია ბიუჯეტის კანონში, რომ ამას განსაზღვრავს მთავრობა, ანუ ამას განსაზღვრავს, ვიცით რა სტილი, დღევანდელი მთავრობის, ამას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. 550 მილიონის განკარგვა, ეს უნდა მოხდეს კანონში უნდა იყოს გაწერილი პროგრამების სახით და საზოგადოებამ ყველამ უნდა იცოდეს და არა ისე, თქვათ, ერთ პირველი ციფრა, მოდი დღეს აქ წავიდეს.
ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არის, მაგალითად, როდესაც არის კახეთის აი ამ სტიქიის დაზარალებთან დაკავშირებით. და ახლა მეკითხა საწავიდა ის 80 მილიონი. გასაგებია ეს 450 მილიონი და უნდა წავიდეს ეს ფული, ну, რა თანხაც იქნება, ესეც გამჭვირვალე არის, თუნდაც როგორ მოხდა რომ ქართულ ბანკმა აიღო ეს ტენდერი ჩატარდა, როგორ ჩატარდა. 12 და 17 ლარი რომ ჩაურიცხეს ანგარიშზე კონკრეტულ მოსახლეობას, რაღაც გამოიწვია ზოგი ცინოდა, იმიტომ რომ სერიოზულად ვერ აღიქვა ეს ფაქტი. ბევრი რა თქმა უნდა ესეთი საკითხები არის და რაც შეეხება ეკონომიკას დღევანდელი ხელისუფლება აგზელებს იმ პოლიტიკას, რაც ჰქონდა ძველ ხელისუფლებას. უბრალოდ გეტყვით. არის გარკვეული ინდიკატორები და სტანდარტები. რა პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტის უნდა დახარჯოს ამათ რას ხარჯავს ესა თუ ის ქვეყანა სოციალურ განვითარებაზე, ბიუჯეტის ხარჯებზე და ასე შემდეგ. ის რაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას იგივე დატოვა ქართულმა ოცნებამ. ანუ მაშინ როდესაც სოფლიოში მინიმალური ოდენობა სოციალური დახმარებისთვის უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%, ჩვენ გვაქვს 9% და ეს კლებას განიცდის 2016 წლამდე. არის ეს მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ არ გვაიმედებს, რომ აქ რაიმე გარღვევა იქნება ამ თვალსაზრისით. ჩვენ პირიქით დღეს მე ვფიქრობ, რომ უფრო უპრიანია დისკუსია მიმდინარეობდეს, როგორ უნდა განავითაროთ სოფლის მეურნეობა. ჩვენ მაგალითად ვფიქრობ, რომ 1 მილიარდიანი რა თქმა უნდა არ არის და ბატონმა ხადურმა განაცხადა, რომ ის მიმართავს სოფლიო ბანკს, თუმცა 2013 წლის ბიუჯეტში ასეთი თანხები არ არის სოფლიო ბანკიდან და ჩვენ ამდენად ვიცით, დღეს შეიძლება დაიწყოს ეს პროცედურა სოფლიო ბანკთან მოლაპარაკებების და ეს როდის დასრულდება ამ თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით, თქვა სოფლის მეურნეობაზე, კრედიტებს ესე არ ყოფს სოფლიო ბანკი. ეს არ ვიცით, იმიტომ რომ სოფლიო ბანკი დღეს ამ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ნაციონალურ მოძრაობამ, მიდის ინფრასტრუქტურაზე, რა ძალიან კარგია, ინვესტიციური არის. ამიტომ ამ ბიუჯეტის კორექტირებაც უნდა მოხდეს 2014 წლის ბიუჯეტის. კარგი დრო არ ქონდათ, გასაგებია, მაგრამ ის რომ პროგრამას როდესაც წერ პროგრამულ ბიუჯეტზე ვარ ჩვენ, იქ შედეგი მე უნდა მქონდეს დაფიქსირებული მაჩვენებლებში, ციფრებში, ასეთი რამ არ არის. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროგრამები, ნახოთ ქართული ოცნების და ეს არგუმენტი ბატონო, ვერ მოვასწარითო ფიზიკურად სამი თვეც არ იყო ამაზე სამუშაოთო და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ შიდა სამზარეულოდან გამოდის ინფორმაცია, რომ პრაქტიკულად რაღაც გარკვეული ციფრებია შეცვლილი იმ ბიუჯეტიდან, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, იმიტომ რომ დროში ვერ მოესწრო. კი ბატონო, გასაგებია დროში ვერ მოესწრო. მთელი წლის მანძილზე უნდა ვხარჯოთ ჩვენ ეს ბიუჯეტი და ამიტომ ეს გასამართლებელი საბუთი არის? შეიძლება ერთი წელი თქვა რომ კი ბატონო ბიუჯეტთან მიმართებაში გასაგებია რომ შენ არ ქონდა საერთნოში იყავი და რაც მოახერხე თქვა ის დადე მაგრამ ჩვენ ბიუჯეტს ეს შეიძლება რიგითმა მოქალაქემ არ იცის რომ მთავრობა ბიუჯეტს ადგენს 4 წლის მანძილზე. ანუ ჩვენ მაჩვენებლები უნდა ვიცოდეთ 2013-ის, 14-ის, 15-ის, 16-ის. იქ ჩვენ პროგრესი არ აქვს ისეთი, რომელსაც ელოდება ქართული საზოგადოება. შეიძლება ნახოთ მონაცემები არის და ბიუჯეტს ვინ ჩაიკითხავს, იქ არის ინდიკატორები, რაზეც არ მიდის საუბარი. ინდიკატორები მაგალითად ჩვენ არ ვიცით მთელი ამ 4 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე როგორ შემცირდება. ამას ფარავდა და პასუხს ვერ იძლეოდა ნაციონალური მოძრაობა და ამაზე დუმს ქართული ოცნებაც, რომელიც ოფიციალურად არის 16-17%, მაგრამ ჩვენ არ ვიცით 20 წლის განმავლობაში როგორ იქნება. ამიტომ ეს თვითონ მთავრობის პრობლემაც არის, მაგრამ პრობლემა მე დავინახე, იგივე დაუბრუნდი საგარეო სამართალთა მინისტრის მოადგილის გადადგომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმდენად, რამდენადაც ეთყობა იქ არ არის კომუნიკაცია, ეს ერთი და სათანადო თადარიგს არიჭერს მთავრობა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. არ შეიძლება 2 დღით ადრე შენ მოითხოვ რაღაც ისეთი მონაცემები, ეს თავიდან ამაზე უნდა იმუშაო და მეორე, რა თქმა უნდა, აქ უკვე არის ერთ-ერთი არგუმენტია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გადადგება და ამბობს, რომ მისი ხედვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში და ქვეყნის ფაქტიურად პირველი პირის არ ემთხვევა, რა თქმა უნდა, მან თქვა, რომ ჩემს ჯობია რომ ბატონ გურამ, ჩვენ დრო იწურება და არ მინდა
რო არ მოვასწროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ერთ-ერთი დაპირება, რომელსაც ქართული ოცნება საზოგადოებას პირდებოდა სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, იყო ის, რომ მე გავანახევრებ. ეხლა ამბობენ, რომ ჩვენ ასე არ გვეთქვამს, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ შეპირდნენ საზოგადოებას, რომ გაანახევრებდნენ გადასახადს დენზე და გაზზე. გასაგებია, ეს არ მოხერხდა, ბოდიში მოიხადეს ამის გამო, მაგრამ დაკლებაზე უკვე წავიდა საუბარი. მე თქვენ მოგეხსენებათ, რომ 3.5 თეთრი დაიკლო დენზე გადასახადმა, მაგრამ გაზზე ურყევი დარჩა, იმიტომ რომ ვერ მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანის მხარესთან, ნუ ამაზე აღარ დავუშვათ არ დავწვრილ მანდები. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ის, რომ სემეკმა გუშინ მაგალითად განცხადებაც გააკეთა ოფიციალურად, რომ გასაიდუმლოებულია ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო უკვე კალაძის პირობებში და იმ კომპანიებს შორის, რომლებიც მუშაობენ ენერგეტიკის ამ სფეროში. როგორ ფიქრობ, ჯერ ერთი ეს გასაიდუმლოება რას ასე ვთქვათ, ემსახურებოდა და მეორეს მხრივ, როდესაც კალაძე აცხადებს, რომ კომპანიებმა თავის ხარჯზე დაწიეს ტარიფები და ჩვენ პრაქტიკულად არ ჩავრეულ ვართ და შესაბამისად ევროკავშირით გვაქვს აკრძალვები და არანაირი სუბსიდირება სხვა თანხებით არ მოგვიხდენია ამ სფეროში. რამდენად შეესაბამება რეალობას და ცოტა სკეპტიკურად ხო არ უყურებთ მინისტრის ამ განცხადებას, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ 3 თვით შემცირდა 3.5 თეთრი და შემდგომ 4 წლის მანძილზე კიდევ უნდა შემცირდეს. ანუ ხალხი ელოდება რეალურად შედეგს. ჯერთი თქვათ ის, რასაც ბრალსდებს კალაძე მარეგულირებულ კომისიას, რომ ის იყო დანამატ თუ ასე და შემდეგ, არა მარტო პარტიის, არამედ თქვათ სამინისტროს, იგივე გააკეთა მან. ის რასაც სხვას ბრალსდებდა, ის მან გააკეთა, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობით შეთანხმებებს ტარიფებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ აწარმოებს მარეგულირებელი კომისია. ზოგადად სტრატეგიაზე მუშაობს ენერგეტიკის სამინისტრო. კი, თუმცა იგნორირებული იქნა მათი პოზიცია. ასეთი რამ არ უნდა გააკეთოს. ესაა ზუსტად ის, რომ არ ხდება შეთავსება. ისევე როგორც ბატონმა ხადურმა შექმნა სტრუქტურა, ან არსებულ სტრუქტურას დაუმატა კონტროლის პალატის აუდიტის სამსახურის ფუნქციები, რადგან არ ენდობა მოქმედ აუდიტის სამსახურს, ანალოგიურთან გვაქვს საქმე. ეს არის პრობლემა, ანუ კანონის დარღვევასთან გვაქვს ის, რაც თქვათ მე მოვისმინე. არ ვიცი ხლა იქ რაზე იყო საუბარი. მეორე, იმეორებენ იგივე შეცდომას, რასაც ნაციონალური მოძრაობა, ანუ ხდება ჯვარედინას სუბსიდირება, ანუ მე ვიხდი უფრო მეც და ამით თქვათ სუბსიდირებას უკეთებ უფრო ნაკლებად შეძლებს. ნუ 1-2 თეთრით ეს არ ამგონია ახლა ესეთი დიდი შეღავათი იყოს. აქ მე გამიჭირდება სიმართლე გითხრათ, რომ რამდენად რეალური არის ეს ტარიფები, იმიტომ რომ სხვადასხვა ასეთი მოსაზრები არსებობს, ეს დოკუმენტი არ უნდა იყოს დამალული, ეს დოკუმენტი უნდა იყოს ღია, არა მარტო მარეგულირებელი კომისიისთვის, რომელმაც მერე უნდა გააკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს საქმიანობას აი ამ ფირმების და ესაა მისი უპირველესი მოვალეობა, რომ დაიცვას მომხმარებელი, არამედ საზოგადოება უნდა იცოდეს რეალურად რაზე იყოს საუბარი და ყველაფერი ეს ნუსხა ხარჯსაღრიცხვა უნდა იქნას დადებული. რომ ეს მithქმა მოთქმა არ იყოს და რა თქმა უნდა თუ შენ ამას ვერ შეძლებ და როგორც აღმოჩნდა პრემიერმა თქვა ძანა რომ ის მოუმზადებელი იყო და თავიდან ასე ეგონა თურმე ასე არ არის საქმე მაშინ ყველა ქვეყანაში არსებობს სუბსიდირება როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს თავის ნაკლებად შეძლებულ მოსახლეობას ეს არ არის 60 ლარამდე გაზრდა იმიტომ რომ 60 ლარი ნაკლებად შეძლებული ოჯახისთვის, ხომ, ერთი პიროვნებისთვის არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე თუნდაც ოფიციალურად საარსებო მინიმუმი და საარსებო მინიმუმში არ შედის სამედიცინო დაზღვევა, არ შედის, თქვათ, ელემენტარული პირობები, რაც გინდა ადამიანი, რომ იცხოვრო, წახვიდე, გაიარო, გამოიარო, წიგნი იყიდო, გაზეთი წაიღო, სოციალურად აქტიური უნდა იყო, მარტო საჭმელი ხომ არ არის, არა, არსებობისთვის აუცილებელი. ამიტომ აი ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რაც არ გაუკეთებია და არის კიდევ ბევრი საკითხები, რომელსაც ჩვენ ველოდებით. მაგალითად დაწუნებული იქნა მერის მიერ ინიცირებული 20 ლარიანი ვაუჩერები. და რამდენად თავსებადია სამინისტროს პოზიცია და მერის პოზიცია. რა თქმა უნდა, ახლა მერიაც და ადგილობრივი ბიუჯეტი არის ტრანსფერზე დამოკიდებული, თუმცა ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ყველას 20 ყველა ოჯახს 100 ლარი მისცე, იმიტომ რომ აქაც უნდა მოხდეს დიფერენცირება, იმიტომ რომ არის ოჯახები, რომელსაც 100 ლარი არაფერი არ არის, მაგრამ თუ ჩვენ მიზნობრივად მივმართავთ თუნდაც თბილისის მოსახლეობის გაჭირვებულ მოქალაქეებზე, იმას მათ შეხვდებათ არა 100 ლარი, გაცილებით უფრო მეტი
მეტი და ბუნებრივია ეს უფრო მეტი შეღავათი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ დაგვანახა ის რაც მთავრობამ 50 მილიონი იხადა და ყველას დაურიგა ეს ვაუჩერები, სოლიდარობის ნაკლები გამოვლინება იყო, არ ვიცი ეს უყურადღებობის გამო იყო თუ საზოგადოებაში ამ დეფიციტი თვითონ ამ სოლიდარობის და ყველა ქვეყანაში ასე ხდება, ყველას არ აძლევენ ამ ვაუჩერს, აძლევენ ზუსტად იმას, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება და გაჭირებულ ფენას აი ამ შემთხვევაში. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონ გურამ. მეტნაკლებად შევეცადეთ 1 საათის მანძილზე გვესაუბრა იმ თემებზე, რა ძალიან აქტუალური იყო და ასე ვთქვათ ბოლო ეთერიდან ამ ეთერამდე. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ასევე მაყურებელს, ვინც 1 საათის მანძილზე გვისმენდა და გვიყურებდა. ეს იყო გადაცემა თავისუფალი ტრიბუნა, მიყავდა ჟურნალისტ ჟანა ასანიძის გადაცემა ეთმობოდა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას. ჩვენი